დაბალი ვარ, მსუქანი ვარ, მაღალი ვარ, რაღაცნაირი ვარ. მოკლედ, ის რასაც მეძახის სოციუმი და ის რასაც მე თვითონაც მგონია, რომ ესეთი ვარ. და ვერ ვიღებ ჩემ თავს. რომ ვერ ვიღებ ჩემ თავს, აქედან გამომდინარე, მიჩნდება კომპლექსი და კომპლექსი არის ძაფრი რეაქცია დაფარულ შინაარსზე. რაღაც შინაარსებზე მაგ ძაფრი რეაქცია. საკუთარი თავის მიუღებლობა ურთიერთობაში სხვის მიუღებლობასაც განაპირობებს და სამყაროსაც ვეღარ ვიღებ, როცა ჩემ თავს ვერ ვიღებ. იმიტომ რომ ის ყველაფერი, რაც საკუთარ თავთან მაქვს გასაკეთებელი, ვიწყებ ამის გაპრაქტიკება სხვა ადამიანზე. ანუ საკუთარ თავის გადაკეთების მაგივრად ჩვენ ვცდილობთ ერთმანეთი გადავაკეთოთ და ისეთები გავხადოთ, როგორიც მე მენდომებოდა რომ ყოფილიყავი. ნახეთ, როგორი ზმნა ვიხმარე, აბსურდული. აბსურდია ეს, მე რა მენდომებოდა თქვენთან მიმართებაში, მე რა მენდომებოდა საკუთარ თავთან მიმართებაში, ეს არის პირველ რიგში გასაკეთებელი და გასააზრებელი. და ეს არის უპირობო მიღება, თურმე მეორე არის ემპათია საკუთარი თავის მიმართ. არა შეცოდება, არა მე რა საწყალი ვარ და ყველამ ჩაგრავს და ესეთი მსხვერპლია, არამედ საკუთარი თავის მოსმენა, თანადგომა, გაგება და მესამე არის გულწრფელობა. გულწრფელობა არ ნიშნავს რაც მომადგება ყველაფერი თქვა და გავაჟღერო, არამედ გულწრფელობა არის, როდესაც ადამიანი თავსებადი საკუთარ თავთან და ემოციებთან.